როცა საქართველოსთან გაქცეული და ბორიას კიკუდ ქცეული ხაზარაძე და მისი პარტია მაგალითად სალომე სამადაშვილი ამტკიცებენ რომ პოლიტიკურ ბოიკოტს პარლამენტისთვის და არჩევნებისთვის არასდროს არ მოუტანია არავითარი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა, ძალიან მარტივად ახსნი ამ სიცრუეს. აი მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძე ეროვნული მოძრაობის მიტინგებს არბევდა, კამსამოლა რო იყო და მერაბ კოსტავაზე საცებრად იწევდა, როგორც 1999 წლის 19 თებერვალს და ეს მე პირადად მითხრა ნოდარ ნათაძემ, როცა მას ვკითხე მართლა ხაზარაძე იყო მეთქი? კიო, მართლა ხაზარაძე იყო, უბრალოდ მე აღმოაჩინეო ეს ამბავიო და მე გავიგე ვინ არის ვინ თორე. ეგ იყო მაგის სახესად ამავიწყებს, აი ესე მითხრა ნოდარ ნათაძემ. ხო და სანამ ეს ხაზარაძე ეროვნული მოძრაობის მიტინგებს არბევდა, ზვიად გამსახურდიამ უარი თქვა 1990 წლის მარტის არჩევნებზე, რომელიც ჩანიშნა კომუნისტურმა ხელისუფლებამ. უარი თქვა და ბოიკოტი გამოუცხადა მას. მაგრამ 6 თვე იმუშავა ხალხის პროტესტით ზურგ გამაგრებულმა შეაცვლევინა საარჩევნო კანონმდებლობა კომუნისტებს, ანუ ადეკვატური გახადა და 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ თავისუფალ არჩევნებზე შვაზე გააპო კომუნისტური პარტია, რომელსაც შეგახსენებთ, მაშინ 400.000 წევრი ყავდა. კომუნისტის მანდატი რომედო ჯიბეში 400.000 კაცი იყო და აი ეს პარტია ზვიად გამსახურდიამ თავისუფალ არჩევნებში, ამ მოპოვებული საარჩევნო ცვლილებებით ჩატარებულ არჩევნებში შვაზე გააპო. აი ახლა თავად განსაჯეთ, ის ბოიკოტი რომ არ გაემართა ზვიად გამსახურდიას და მიიღო მონაწილეობა იმ არასრულფასოვან ცირკად ქცეულ კომუნისტურ არჩევნებში, რა იქნებოდა და რა მივიღეთ ჩვენ, როცა 6 თვის შემდეგ შეაცვლევინა საარჩევნო კანონმდებლობა, იბრძოლა ხალხის პროტესტით, ხალხის აქციებით, გემახსოვრებათ მაშინ ვისაც ახსოვს ამ ხელ აქციები იყო და აი ამ შეცვლილ არჩევნებში მოუგო კომპარტიას და საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აი ეს არის პასუხი კითხვაზე, როგორი ივანაშვილის კიკუები არიან ლელუელები, როცა ისტორიასაც კი აყალბებენ. თითქოს მარდგარდა არავინ არაფერი არ იცის და ჩვენ აქ ყურებზე ვერმიშელი გვაყრია. აი ეს არის ბოიკოტი და აი ეს არის ბოიკოტის შედეგად მიღებული საარჩევნო ცვლილებები. სანამ მილიონი ემიგრანტისთვის წართმეული აქვთ ხმის უფლება, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღო, უნდა შეაცვლევინოს გადაწყვეტილება. ზუსტად ისე როგორც გააკეთა ზვიად გამსახურდიამ სახალხო პროტესტით, აქციებით. გავრცელეთ ეს ვიდეო, ბევრმა ადამიანმა ნახოს.